გამარჯობა მეგობრებო, ლეგენდარულმა ალისონ ბეკერმა ბორნმუთთან მატჩში დააფიქსირა მე-300 თამაში, როდესაც მან ლივერპულის ხელთათმანები და მაისური მოირგო და ამით გახდა მე-7 მეკარე ლივერპულის ისტორიაში, რომელმაც 300 ან მეტი მატჩი ჩაატარა ლივერპულის მაისურით. ამ 300 მატჩიდან მან ლივერპულის კარი 230 ჯერ დაიცვა პრემიერ ლიგაში, 54 ჯერ კი სხვადასხვა ევროპულ ტურნირზე, დანარჩენები იქ სხვადასხვა თასის და ის უმნიშვნელო ტურნირებზე, 124 ჯერ შეინახა კარი მშრალად თავისი 8 წლით და იმ თამაშებით და იმ ტიტულებით, რომელიც მას ლივერპულთან აქვს მოგებული, უკვე დიდი ხანია ისედაც ჩაწერილი არის ლეგენდების სიაში, მაგრამ აი 300-იანი მაჩვენებელი თავისთავად ძალიან მნიშვნელოვანი რიცხვია. ყველაზე მეტჯერ ლივერპულის მაისური მორგებული აქვს ლეგენდარულ რეი კლემენს, ეს იყო 665 ჯერ და მე იქ მართლმადიდებელ მშობელთა კავშირმა უთხრეს, რომ 666 ჯერ აღარ გამოხვიდეო და მაგის გამო აღარ გამოვიდა. იუმორინა 2025 რეი კლემენსმა ლივერპულთან ერთად ინგლისის ჩემპიონატი მოიგო 4 ჯერ, ჩემპიონთა ლიგა 3 ჯერ. მეორე ადგილზე მეკარეებს შორის ლივერპულში თამაშით არის ასევე ლეგენდარული ბრუს გობელარი, რომელმაც 6 ჯერ მოიგო ლივერპულთან ერთად ინგლისის ჩემპიონატი, ერთხელ კი ჩემპიონთა ლიგა. თანამედროვე ეპოქაში ვისი სახელი და გვარიც ალბათ ბევრ ადამიანს სმენია, ეს იყო პეპე რეინა, რომელმაც 394 ჯერ ითამაშა ლივერპულის მაისურით. სამწუხაროდ მას ბევრი არაფერი არ აქვს კარგი მოგებული და მნიშვნელოვანი ლივერპულთან ერთად მხოლოდ ლიგის თასი და ასოციაციის თასი, მაგრამ ზოგადად ძალიან კარგი მეკარე იყო, მისი თამაშიც გვახსოვს და თავისუფლად შეიძლება ვთქვათ, რომ ის მიეკუთვნება ლივერპულის ლეგენდებს. ხო და მოკლედ აი ზოგადად ეს მეკარეების ტრადიცია და მეკარეების ლეგენდარულობა და მეკარეების მემკვიდრეობა არის ის, რაც უნდა გადაიბაროს გიორგი მამარდაშვილმა. თავისთავად იმედი მაქვს, რომ ისიც შეძლებს იმას, რომ აი ამ სიაში გახდეს მერვე ფეხბურთელი, რომელიც 300-იან მაჩვენებელს დააფიქსირებს ლივერპულის მაისურით თამაშით, როდესაც ალისონი დაასრულებს თავის ლეგენდარულ კარიერას ლივერპულში, მამარდას აუცილებლად მიეცემა იმისი შანსი, რომ თავისი თავი წარმოაჩინოს და აი იმ ისტორიულ შედეგებში, რომლებიც ამ ვიდეოში ჩამოთვალე, თავისი წვლილით და თავისი შენატანიც გააკეთოს. დიდი მადლობა, რომ მიყურებდით. თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, თუ ხართ ლივერპულის ან გიორგი მამარდაშვილის გულშემატკივარი, გთხოვთ დაალაიქოთ, გამოიწეროთ ეს არხი და you never walk alone. ჩვენ კიდევ ბევრს ვილაპარაკებთ ამ გუნდზე, ამ კლუბზე და თავისთავად გიორგი მამარდაშვილზე, იმიტომ რომ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის, რომ ამ დონის გუნდში და ესეთ ლეგენდარულ პოზიციაზე, როგორიც არის ლივერპულის მეკარეობა, თამაშობს ჩვენი თანამემამულე და ჩვენი ნაკრების მეკარე. დიდი მადლობა.